მოგესალმებით დაბრუნდის მაფია 2-ით, ვაგრძელებთ ისევ ჯოუს თავგადასავალს. ესე იგი, ბენზინი გამომელია, ანუ არ ვიცოდი რა მართლა რომ საწვავი მელეოდა აქ და კინაღამი ისე გამომელია საწვავი რომ ვაფშე გავჩერდი. ხო და ეხლა მიწევს რომ ვიყიდო, შევავსო ჩვენ საწვავი. ჯოუს ესმის ხანს მეგონა რომ მე შევასხონდი. ხო, როგორც ხრავთ აი თუ დააკვირდებით ქვემოთ მარჯვენა კუთხეში, აყვეთლებს რა უკვე ისეთი გამოლეულია საწვავი რა და რეალურად ჩემ მანქანაში კიდე დაახლოებით ეგრე არის საწვავი ზუსტად. მაგრამ წარმოიდგინე $5 ვაუსებ მთლიან ბაგს. და ეგ არის. So. გაიხარეთ ძმა, $5 არა დაჟე, 4 და 30. ახლა ხო მართლა კიდე პოლიცია დამეტაკა და მაგით ვარ მანქანა დამტრეული. და პოლიცია რო დამეტაკა, კი არ გამიგეთეს მანქანა დაზღვევას კი არ დაურეკეს ან რაღაცა მსგავსი, ან პროსტა დამეტაკეს და გამონების მე თავი. ხო და კომენტარებში მართლა ყველა კომენტარი არ მინახე მაგისთვის ბოდიში, ანუ არ ველოდი რომ ამდენი კომენტარი დაეწერებოდა. ეხლა კიდე გამომიჩნდა დრო რომ რაღაცა ესეც რა კაი ფერია. 10-15 წუთი გადავიღო რა ვიდეო და მაგიტომაც უცებ ეხლა ვიღებ ვიდეოს. ხო და ეგ არის და ეგ და ხო მართლა რაც უნდა მეთქვა კიდე ესე იგი მაფია 3 გადაიღეო რა ეგ წავიკითხე კომენტარები და პირდაპირ გადადიო მაფია 3-ზეო მაგრამ ცოტა ვერ გავიგესავით იმიტომ რომ ბევრი მეუნება რომ არ გინდაო მაფია 3 ძალიან უაზრობა არისო ზოგი მეუნება კიდე რომ ბარემ გადაიღე მაფია 3-ს რაღაც დაიწყე უკვე ეს თამაშიო ხო და მეც ვფიქრობ ეხლა რომ ბარემ რაღაც დავიწყე, ანუ არ მომწონს, ოდესაც რაღაცას დავიწყებ, რა საქმეც არ უნდა იყოს, შეიძლება სამსახური იყოს, შეიძლება ვიდეოს გადაღება, შეიძლება თამაში, ვარჯიში, ან ნებისმიერი სხვა რამე. მინდა რომ ბოლომდე გავიდე და ბოლომდე დავასრულო ხოლმე და არ მინდა რომ შუაგზაში დავტოვო რაღაცა, შესაბამისად, რაღაც უკვე თქვენ მითხარით ბევრჯერ რომ გადაიღე მაფია 3-ის, მაფია 2-ის ეს ეპიზოდები, ანუ ჯოუს თავგადასავალი, თან კიდე ბევრმა მითხრა ძალიან. და 1-2 ეპიზოდი მოგეწონათ კიდე საკმაოდ, ხო და მაქედან გამომდინარე მინდა რომ ბარემ ბოლომდე დავამთავრო და არ დავტოვო ესე შუაგზაში. ხო და ვფიქრობ კიდე რომ წავშალო ტევადობიდან გამომდინარე ჩემს კომპიუტერში, წავშალო Battlefield 2042-ით ვორცდები, ეგრე ქვია მაგ თამაშს. მოკლედ 100 გიგაბაიტია რა და ეგ რო წავშალო, მაშინ თავისუფლად შემიძლება რომ მაფია 2-იც მქონდეს ჩემ კომპიუტერში გადმოწერილი ეგრევე და ბარემ მაფია 3-იც. და ორივე მერე ნენელა გადავიღო, მაგრამ როგორც გითხარით, კიდე იგივე მენტალიტეტით თამაშობ მაგ თამაშსაც, ანუ მაგ Battlefield-ს, რომ მინდა რომ ავიდე 100 level-ზე და 100 level-ს რო ავწდები, მერე წავშლი იმასაც. მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე მკვდარი თამაშია და ეხლა ბევრი არ თამაშობს მაგ თამაშს, პროსტა რაღაცა მომწონს რა, ანუ კარგად თამაშდება ეგ და მაგიტომ მინდა რომ ბარემ ავიდე 100 level-ზე. ხო და რაც იყო ეხლა ჩემი შემოთავაზება, რომ ნუ 3-ს ვითამაშებ საბოლოოდ, მაგრამ ჯერჯობით მინდა რომ ესეც მოვჭე. პლუს კიდე მეორე შემოთავაზება ჩემ თავთან ის იყო, რომ მინდოდა რომ გამაკეთებინა ესე. ესე იგი, ეხლა მე ხო მივდივარ აქ რომ გავაკეთო მარტის მისია რა და მარტის მისია არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ თავარ თამაშის მარტი არის ერთ-ერთი ყველაზე კაი პერსონაჟი. ყველაზე კაი არა, მაგრამ რამდენიმეჯერ გამოჩნდება ხოლმე და მე მომწონს რა ეს პერსონაჟი ერთ სიტყვით. ხო და თავარი მისიები რაც არის ამ გვერდითი მისიების, მაგას გავაკეთებ. მაგრამ ამ გვერდითი მისიები კიდე რაც არის, ანუ მაგალითად ის რომ წინაზე რო გავაკეთე რაღაცა მისია, წადი ეგერ და სამ კაცს უთხარი რომ პოლიცია მისდევს მაგენსო. ანუ ეგეთებს არ გავაკეთებ. მაგენს გავაკეთებ ვიდეოს გარეშე, მაგრამ მთავარ მისიებზე რომ მივალ, მე დავიწყო ვიდეოს გადაღებას და შეიძლება ამის მერე ერთ ვიდეოში ფაქტურად მოვჭე ამ ჯოუს თავგადასავალსაც. იმედი მივხვდი ახლა რასაც გეუბნები რა, ანუ მარტო მთავარ მისიებს გავაკეთებ და უაზრობებს დავიკიდებ. ესე იგი, მარტის აქვს რაღაცა პრობლემა, სამსახურშიო წავედიო და ერთ-ერთმა მანქანის პატრონმა ვან ის რაღაცა ხოთროდები რო ყავთ, ხო იცი? მატორი რო უჩანს და რაღაცა გაკეთებული მანქანები რო არის. მომადგაო რა და დამიწყო ყვირილიო, მერე სროლაო, მერე გამომეკიდესო და ეხაო ვარო მიწისქვეშეთშიო რა, ანუ სადაც მეტროები გადის და მიშველეო ჯოუო, არ მინდა რომ აქ მოკვდეო. არა და მეგონა რომ ესეც რაღაცა კარგი მისია იქნებოდა, მაგრამ როგორ ჩანს დიდი ისეთი არაფერი არა. ნუ არ აუშვებს არც ეგ. მაინც გავაკეთოთ ავტომატს არა. უი, გავსწი. მოდი მანქანა ესე დავაყენოთ, იმიტომ რომ დიდი ვარაუდით ხარ ჩასვლა მომიწევს მე.
ხო კიდე მე რო გითხარით რომელი დავიწყოთ ხო ანუ Far Cry სერიები დავიწყოთ თუ სხვა თამაში თქო ეხლა მაგაზე ვფიქრობდი ვიდეოს ედიტის პროცესში და გამახსენდა ეგეთი რაღაცა რომ მაქვს კიდე Call of Duty Modern Warfare-ი ზემოთ არის ეს კაცო Modern Warfare 2 რაც ძალიან მაგარი თამაშია თან პატარა თამაშია რა შეიძლება 5 საათში მაქსიმუმ დაიხუროს კიდე მინდოდა რომ მეყიდა სხვა Call of Duty-ები მაგრამ ფასდაკლება დაიწყო ახლა მაგ თამაშებზე და რატომღაც სულ ზრდიან მაგ Call of Duty-ს ფას ადრე ღირდა ფასდაკლებაზე Call of Duty 3 ზომბის კონტენტით და ყველაფრით რა მოკლედ ფაქტიურად $9 და 50 ცენტი მაგრამ ეხლა ფასი აწიეს და ფასდაკლებით $20 ღირს რაც ძალიან ბევრი არის და რა ვიცი მე არ მიღირს რომ თამაში რომელიც გამოვიდა თითქმის 10 წლის წინ მე მგონი $20 გადავიხადო მაგაში და შეიძლება არც ვითამაშო კიდე ამას მართლა არ ველოდი ახლა აქ თან კიდე საქმე ისე რომ ანუ ძველი თამაშებიც რომელიც აი Call of Duty 2 თუნდაც ან მაგაზე უფრო ძველი თამაშებიც რატომღაც ძვირი ღირს ანუ $20 ღირს Activision-ი ანუ კომპანია ვინც ქმნის და აქვეყნებს და მოკლედ ყველაფერს აკეთებს რომ Call of Duty-ს თამაშებზე არ აკლებს რა თამაშებს ფას არ ვიცი აი ტოვებს ყოველთვის ძალიან ძვირიანს მე ვარ კიდევ ძებნილი და ამან ესენი არ არიან ხო და რატო ვერ ხვდები აქ ხო შეიძლება როგორ შეეშვან აი ამ რაღაცა ძუნწობას ეგ თამაშის აი შოტგანი იმხელა კაი რა მე მგონი ესაა ხო მარტი უიმე არა კაცო ეს მარტი არა აი ნახე ხა მაგას რო იარაღის ამოღება მოესრო და დაემიზნებინა ჩემთვის მკვდარი ვიყავი ამიტომაც მოდი ხა წინასწარ აქ ყველა დავხოცოთ ვინც ეს არის მე ვარო ჯოუო და მკვდარია ბიჭო მე მგონი რა შენ ჯოუ ხარ უნდა წავალთრიო ესე ცოდვა ძმა სპაკაჩი ჩაჟდა ტიპი აიყვანე ხელში ეს ეხა ზემოთ უნდა ავათრიო ესე სახით და ანუ ტიპმა ესე იგი ვაიმე გაუშვი წადი ძმა ნუ მოდიოდი აქ და პოლიცია გამომეკიდა რა და ჩემი მანქანა დაანტრუიეს როგორ ჩანს მე აქ ჩამოვიდი მაგრამ ისინი დაედაგან გაჩერებული მანქანას ეხა იმედი აღარ ჩამოყვებიან მე მგონი მართლები იყავით ხოდაშურის თქვენ რომ მითხარით რომ აი აღარ გინდაო რა ეს მაფიაო გაანები თავი ამ მეორესო და მგონი იყავით მართლები მაგაში ჩამოუნყვნენ ესე იგი ბიჭო არ ვიცი რატომ არა რაღაცნაირად სახეზე ესენი მაგონებენ მუჰამედ ალის ხო ეგარი იმედია რომ აღარ ჩამოვლენ კიდე თორე კიდე თუ მოკვდი აი მე უკვე მართლა პირობა ვსწრებ რომ ამ თამაშს ვშლი აიყვანე ძმა აიყვანე და წამოვალთრიე სახით ფეხები არა აქვს აქვს კი კაცო პროსტა გავაგულია და მიწაში არა ჩაკვეხებული მეთქი ფეხები არა აქვს თუ კიდე არ მოხვიდეთ რა ეხლა ძალიან გთხოვთ აღარ გინდა მეტი გამანებით თავი ამოთრევიეთ ეს ან პატარა ბავშვი არის ეხლა შენ ამხელა კაცი ხარ ჯოვა შემოიგდე ბეჭზე და ისე ათრიე ნახე კიბეებზე სახეს უბაკუნებს ტიპი ერთი 3 ცხვირის ოპერაცია და კიდე 2 ყბის ოპერაცია აქვს გაკეთებული ფაქტიურად ეხლა ისე ვათრევ ამას მე მგონი მოდიან უიმე სნაიპერი მე მგონი ჯოუმ უფრო ვარესი დამართა ამ საწოდავ ბავშვს ვიდრე ამათმა დამართეს ამას აი მაიმუნები რო არიან ხო იცი გორილა რო დაინახავს რაღაცა პატარა ბავშვს ან თუნდაც რაღაცა კაცს და ფეხში რო სტაცებს ხელს რაღაც წაადრევს და ახლობით ეგეთი სიტუაცია არის დაჟე პარკეტიც აიღო თუ მეტლახი ერს თუ რაც არის და ეხლა რა უნდა ვქნათ რომ ეს ბავშვი უნდა ჩავაგდოთ საბარგულში და წავალთრიოთ ვაი საწყალი თან იმაზე გადავალთ ეგ ალბათ ყველაზე რბილი რამე იყო რაზეც გაიარა ამ კაცმა და ამ კაცის ბავშვის სახე საინტერესო მისია არის ძალიან ან ეს ვინ მოიგონა საერთოდ რომ ესეთი მისია უნდა ყოფილიყო რომ უნდა ვათრიოთ ბავშვის სახით არ ვიცი ეხლა საინტერესოა ამ კიბეებზე წარმოიდგინე ხა ამის სახე როგორ იქნება ბოლოს რო ავალთ ვაიმე საწოდავი ან არ ეგვიძება მაინც ამდენზე რო ურყამს თავს რავი ტვინი შერყევა ექნება ერთი 5 მიღებული და შეიძლება კიდე ამნეზიაც გქონდეს რა ესეთი რაღაცა რომ ვაფშე არც ახსოვდეს რა მოხდა და ვინ უშველა იდე კაი
ჩააგდო. ეხლა ნახე სიარულის დროს და რო დავამოხრუჭო, შეიძლება თავი მიარწყას ვაფშე იმას ლაბაოვის თუ რა არის კი მაგას ამ წინა საქარემინეს. კაი, წავით ეხლა რაღაცა, არ ვიცი სად მივდივართ, მაგრამ მაინც. მოიცავ სადოთ? არა. მიწებებული არის რა ფაქტიურად. არც კი სერია რომ მოძრავებს. მაგდენი ხანი პრინციპში რა, ანუ მაგაზე რო გეფიქრა, როცა ქვემოთ ვიყავი და სახით მოათრევდი, უკეთესი იქნებოდა. უფრო არ დაემართებოდა რამე, უფრო სწორედ. მაგრამ აი იმდენჯერ ვცადე უკვე რომ აი ეს გავსულიყავ მისიას მართლა დავიღალე. იმედი ეხლა მთავარ მისიას ამომიგდებს ერთ და მაგასაც კიდე შევასრულებ არემ თუ არა და მომდენო ვიდეოში უკვე მართლა გეუბნებით დავხურავ ამას და მოვჩები საერთოდ აი ამ მაფიის თამაშს. არ ვიცი როდის იქნება ან შაბათს ან არ მინდოდა ეხლა მაგის გაკეთება, მაგრამ მაინც დრო დავკარგე უბრალოდ. ხო და მომდენო შაბათს უეჭველი დავხურავ ამ თამაშს. მარტო ანუ შემოვინახავ მთავარ მისიებს, ამ გვერდით მისიებს გავაკეთებ და მეხუთე ეპიზოდში დაიხურება უკვე მართლა გეუბნებით. რაღაცა მაქსიმუმ 20 წუთი დავჭირდეს. აი ხა მივდივართ მე მგონი იმ ექიმთან, რომელთანაც ცენარი მივიყვანეთ ჩვენ ადრე. დიდი ვარაუდით, იმიტომ რომ აქ მეტის ხო აი ეგ არის. და ეხლა მანქანის გატეხვა მომიწევს თუ გახუჭება. და როგორც ჩანს კიდე მომიწევს რომ მანქანის ნომერი შევცვალო თავიდან. არა, გამიღეს კარები, კიდე კაი. სო ეგ არის. ეს უნდა ჩამოვათრიო ხა? არა, სო. ესი კაია. ესე იგი, კიდე გავხსენით ახალი სახლი. რატო ხსნით ამდენ სახლებს, არ ვიცი, რაში მჭირდება ეს სახლები. კაი, ერთი სახლი აგერ არის, მეორე სახლი აგერ არის, მესამე აგერ არის. ეხლა დამჩა მე აქ რო გავაკეთო 2 მისი, არა, 3 მისი არის. დაჟე 4-იც არის, ეს არ დამინახია. მოდი გავაკეთოთ ეს. ნუ ამ ვიდეოში მაინც გავაკეთოთ, მოდი ეს რაღაცა გვერდითი მისიები. ვიმე. ქალიძის მანქანაზე. იმ პერიოდში ქალები ედარებდნენ მანქანას კაცო, ანუ იმდენი უფლება ჰქონდათ? ან მართვის მოწმობას აქ როგორ იღებდნენ? დიდი ვარაუდით ყიდულობდნენ მართვის მოწმობას და არავინ არ იღებდა აქ მართვის მოწმობას, მაგრამ მაინც. ან ვიღაცას ეხა კაცი ყავდა. ნუ პრინციპში საქართველოში ეგრე იყო. მე მგონი საბჭოთა კავშირის პერიოდში რაღაც ეგრე რომ $50 ღირდა რომ მე მგონი გაგეყალბებინა რა ეგ მართვის მოწმობა და ეგრე აგიღო. ეხა დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ გამიგია რა ცოტა უფროსი ადამიანებისგან. რა შეიძლება კიდე მანქანებს და ბინებს და რაღაცეებს ერთი მოვისმინე მეზობლისგან რომ მანქანაო ღირდა, მანქანა კი არ კაცო, ბინაში მივეცი $500-ო. წარმოიდგინე პროსტა $500 რომ მიცემ ბინაში და ეხლა ბინაში რა ვიცი. ესენი რა თქმა უნდა ამას უყურებენ აგერ. გოგო დაინახეს და გასაგებია, ესე იგი ერთ-ერთი ჩემი განსაკუთრებული გოგოო, რომელიც არისო მაგ პროსტიტუტების სახლშიო რა. ანუ კლუბშიო, ესე იგი, ყავსო ერთი განსაკუთრებული გოგოო და ერთ-ერთმა კლიენტმა, რომელიც ძალიან განსაკუთრებული არის ასევეო, დაადგაო თვალიო. ხო და მიდიო რა, მიხედეო მაგ ბიცო ეხაო, მაგრამ რაღაცა გიჟობა არ გააკეთო და არ მოკლავო, იმიტომ რომ კი დაადგაო ჩემ გოგოს თვალიო, მაგრამ მაინც კლიენტი არისო რა, განსაკუთრებულიო. ალბათ პროსტა გავლახავთ და იქნებოდა ეგ. რა ვიცი, აი რაღა მან ამოაჩინე, ან რაღა მან ნახეთ ეგ რაღაცა გოგო, რაღაცა პროსტიტუტების სახლში, მეტი ადგილი ვერ ნახეთ წესი არის რომ გოგო გენახა. და რა შეიძლება ბინას, აი ადრე ხო ეგრე იაფი იყო ბინები. თან ანუ ისეთი კი არა რაღაცა დანგრეული და ერთოთახიანი და რაღაცა მსგავსი, ოროთახიანი ბინა. და იყო ბინებიო რა, რომელიც ღირდაო $300-ო და რაღაცა ასე შემდეგ. თან $300 რო იმ პერიოდში რამდენი იქნებოდა, არ ვიცი, რაღაცა 90-იან წლებში ალბათ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. შეიძლება ნუ ცოტა იქნებოდა რა ალბათ, 1000 ლარამდეც არ იქნებოდა. ნუ პრინციპში 1000 ბევრი არის. 500-მდე, აი 600 ლარამდე ალბათ. ეგ ოღონ $300 თორე 500 ალბათ მეტი იქნებოდა. ხო და ნუ მოკლედ ახლა მაგასაც ვლაპარაკობ. ეხლა რო სახლი იყიდო, გჭირდება რაღაცა $100,000 და შეიძლება კიდე მეტიც. აჰა. მოკლედ ამას გავლახავ და უნდა წავიდე. სამწუხაროდ მომიწია გასვლა, ფოჩი მივდივარ და ეგ არის და ეგ. მანქანის გამო, ჩემი მანქანა არ ჩამოდის, მამაჩემის არის, მაგრამ მაინც გასაყიდი უბრალოდ. ხო და ნუ არ ვიცი, ეს წამოხდა ეხლა რაღაცა კარატის ილეთით? ეხლა მალე უნდა გავიდე და მოვკლათ იქნება ეს.
იმედია რომ, მაგრამ პრინციპში თავიდან დამოწყებიებს, ეხლა ამის გალახოს არანაირი აზრი არ აქვს, თუმცა მაინც. So, ну, პრინციპში აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ აქ ეხლა დავამთავრებ მე ამ მისიას, მაგრამ ძალიან უჭობ მაგას. მეორეც უნდა გავლა ხო კაცო? ну პრინციპში დამთავრებული არ არის ეს მისია, просто ეხლა ამას რო გავლახავ, მე მომიწევს რომ მივიდე უკან და შევასრულო და ну ენტერს დავაჭირო რა ესე რო თქვა, თორე ეხლა ეს განსაკუთრებული მისია ისეთი არაფერი არა. შენ რავი რო გირტყავ, შენ ბოს რო ურტყავდი, მაშინ რო შემოდი შეგნით ეხლა გარეთ რო ხარ და რო იციდი. დავიჯერო ხმა ვერ გაიგე? აი ეხა რა ბოქსიორები არიან ტიპები. კიდე კაი. საღოლ ჯო. კიდე დგება ფეხზე. აი ეხა სერიოზულად. კაი ზემოთ ავიდეთ ეხა და მოვრჩები გაგრეს. ეს არის დრო არ მელევა კაცო. ქულების ისა რა პროსტა გასაგებია. So, მოვრჩი მისიას როგორ ჩანს, ეგ არის. ესე დავამთავრეთ ან? ძალიან კაი. ნახოთ ეხლა მთავარი მისია თუ გაჩნდა აქ სადმე. მთავარი მისია არ გაჩენილა, ისე დარჩა სამი მისია, ამას მე გავაკეთებ ვიდეოს გარეშე და მთავარი მისია რომელიც იქნება, მაგას უკვე შემოგთავაზებთ უკვე მე-4 ნაწილში თუ მე-5 ნაწილში და მე-5 ნაწილში უკვე მოვრჩევი მაფია 2-ს და გვირდებით რომ წავშლი და გადავალ უკვე მაფია 3-ზე. მაფია 3-ის მერე კიდე რაღაცას მოვიფიქრებ, ამ Battlefield-ი იქნება, ამ Far Cry იქნება, რაღაცა ეგეთი მსგავსი. ეხლა წავედი, უნდა გავიქცე წარმატებები ყველას და დროებით.